ეთერშია კურიერი 9 საათზე. ზაალ უდუმაშვილთან და დიანა ჯოჯუასთან ერთად. საღამოშვიდობისა სკანდალური წერილი დღეს რუსთავი-ორმა დეკანოს გიორგი მამალაძის წერილი მოიპოვა, რომელიც საპატრიარქო ქონების მართვის უფროსის მოადგილემ პატრიარქს გაუგზავნა. დოკუმენტი დაახლოებით 2 თვის წინ არის დაწერილი, ანუ მას შემდეგ, რაც მისი ანგარიშის განხილვა სინოდის სხდომაზე არ მოხდა. მამალაძე იმ კონკრეტულ უმაღლეს სასულიერო პირებსაც ასახელებს, რომლებმაც საპატრიარქოში არსებული ფინანსური მაქინაციების შესახებ ინფორმაცია დაბლოკეს. დეკანოზის ვრცელი წერილი საპატრიარქოს ფლობელობაში არსებული მქონებას ეხება, რომელსაც მინდობილობით როგორც სასულიერო, ასევე საერო პირები ფლობენ. საუბარია ხელისუფლების უმაღლესი ეშელონების ჩინოვნიკებზეც, რომლებსაც კონკრეტული ფინანსური ინტერესი აქვთ საპატრიარქოში. ჩვენთვის უცნობია მიაღწია თუ არა ამ წერილმა საბოლოოდ ადრესატამდე, ანუ საქართველოს კათოლიკოს პატრიარქამდე, თუმცა ფაქტია, რომ მისი სკანდალური შინაარსიდან გამომდინარე ეს წერილი რეაგირების გარეშე ვერ დარჩებოდა. ეს დოკუმენტიც დღეს ნოდარ მელაძემ მოიპოვა და ახლა ის დეტალურად გაგვასწრობს მის შინაარსს. ნოდარ, ამ წერილიდან გამომდინარე ბუნებრივია დეკანოს გიორგი მამალაძე საპატრიარქოშიც ბევრი მტერი ეყოლებოდა, რადგან ის სერიოზულ ფინანსურ მაქინაციებზე საუბრობს, რას წერს მამალაძე პატრიარქს. ზაალ, ამ წერილში საუბარი არის ალბათ შოკის მომგვრელ და ძალიან სკანდალურ დეტალებზე, რომელიც საქართველოს საპატრიარქოს კუთვნილი ქონების განკარგვასა და დატაცებას ეხება, როგორც წერილშია საუბარი. თუმცა სანამ წერილის შინაარსს გაგაცნობდეთ, ქრონოლოგიურად მივყვეთ მოვლენებს. გუშინ გადაცემა პოსტსკრიპტუმს ინფორმირებულმა წყარომ უამბო, საქართველოს საპატრიარქოს ერთ-ერთი სასულიერო პირის დაკავების დეტალებთან დაკავშირებით და მოვლენების ქრონოლოგიაზე, რომელიც ფაქტობრივად დღეს საქართველოს მთავარმა საგამოძიებო უწყებამ დაადასტურა. ამავე წყარომ გუშინ ჩვენთან საუბრისას თქვა, რომ მას გააჩნდა წერილი, რომელიც მამა გიორგი მამალაძემ გადასცა საქართველოს კათოლიკოს პატრიარქს და ამ წერილში საუბარი იყო იმ ქონების დატაცების ფაქტებზე, რომელიც საპატრიარქოს კუთვნილებაში იყო. ჯერ კიდევ გუშინ ინფორმირებულმა წყარომ, რომელიც საკუთარი ვინაობის გამხელას არ ახდენს, გითხრა, რომ წერილს გადმოგცემ და დღეს ჩვენ ელექტრონულ პოსტაზე მივიღეთ ეს წერილი. წყარო ამტკიცებს, რომ წერილი ეკუთვნის მამალაძეს და ის ადრესირებული იყო საქართველოს კათოლიკოს პატრიარქისადმი. თუმცა ბუნებრივია, სანამ ამ წერილის ავთენტურობას ან თავად გიორგი მამალაძის ადვოკატი არ დაადასტურებს, ან საქართველოს საპატრიარქოს წარმომადგენლები, ან ეპისკოპოსები არ დაადასტურებენ, მისი ნამდვილობის შესახებ საუბარი რთულია. თუმცა წერილი რადგანაც შეიცავს ძალიან მნიშვნელოვან ინფორმაციას, აქ საუბარია კონკრეტულ ფაქტებზე და კონკრეტულ ინფორმაციაზე, ამიტომ გადავწყვეტეთ დღეს მაყურებლისათვის ამ წერილის შინაარსის შესახებ გვეამბო. მაშინ ასე წერილში არის ერთი ძალიან მნიშვნელოვანი დეტალი. სასულიერო პირი საქართველოს კათოლიკოს პატრიარქს წერს, რომ მან პატრიარქის დავალებით შეისწავლა მთელი ის ქონების შესახებ ინფორმაცია, რომელიც საქართველოს საპატრიარქოს გააჩნდა და დასკვნა არის სკანდალური. ციტირებას ვახდენ. თქვენო უწმინდესობავ, სამწუხაროდ უნდა მოგახსენოთ, რომ აღნიშნული საკითხების მოკვლევისას გამოიკვეთა ხელისუფლების ზოგიერთი მაღალჩინოსნისა და საპატრიარქოს წარმომადგენლის არაკეთილსინდისიერი ინტერესი საქართველოს საპატრიარქოს ქონებასთან დაკავშირებით. ასევე იყო მუქარა ჩემს მიმართ, რაზეც პირადად მინდა გესაუბროთ. ხელთ მაქვს ძალიან ბევრი მასალა, რაც ეკლესიის მიმართ ჩადენილ დანაშაულს გამოავლენს. თქვენო უწმინდესობავ, მაქვს თქვენი პრინციპულობის იმედი, რომ აღნიშნული საკითხების ბუნდოვანება აღარ დააზარალებს ეკლესიის იმიჯს. დამლოცეთ დეკანოზი გიორგი მამალაძე. სწორედ ამ შინაარსის გზავნილი იყო განკუთვნილი საქართველოს კათოლიკოს პატრიარქისათვის, ახლა კი მივყვეთ წერილის შინაარსს. აქ საუბარი არის კონკრეტული ქონებების შესახებ, რომელსაც საქართველოს საპატრიარქო ჰქონდა, ფლობდა და ეს ქონება კერძო პირებზე გადაფორმდა. ახლა შეგვიძლია წერილის პირველ ნაწილს მოусმინოთ, სადაც სწორედ ამ თემაზეა საუბარი. სამსახურმა უმოკლეს პერიოდში მოახდინა სახელმწიფო რეესტრში არსებული საჯარო ინფორმაციის ამოღება და შესწავლის დაწყება. არსებული მდგომარეობა ძალზედ სავალალო აღმოჩნდა. საქართველოს საპატრიარქოს 100%-იანი წილი დაფუძნებული ორგანიზაციების სიაში აღმოჩნდა სამეწარმეო საქმიანობის განმახორციელებელი ორგანიზაციები, რომლებიც წლებია ეწევიან სხვადასხვა საქმიანობას. მაგალითად, ნავთობპროდუქტების შემოტანა, რეალიზაცია, გადამუშავებას, არალეგალური ტექნიკური სპირტის წარმოება, სამშენებლო კომპანიები, რაგბის და სხვა სპორტული კლუბები და ასე შემდეგ. ასევე არასამეწარმეო არამომგებიანი იურიდიული ორგანიზაციები, რომლებიც კანონის უხეში დარღვევით ეწევიან სამეწარმეო საქმიანობას. საკითხს ართულებს ის, რომ ვერ ვარკვევთ კომპანიები სად არეგისტრირდა, რადგან მოქმედი კანონმდებლობით კათოლიკოს პატრიარქის მიერ გაცემული მინდობილობების საფუძველზე მინდობილ პირს უფლება აქვს დაარეგისტრიროს ნებისმიერი კომპანია. სამწუხარო კი გახლავთ ის, რომ მღვდელმთავრებისა და რიგი სასულიერო პირების გარდა მინდობილ პირებად გვევლინებიან საერო პირები, რომელთა სახელები სამწუხაროდ ბევრ გახმაურებულ საკითხს ეხება, რაც ეკლესიის იმიჯზე ნამდვილად
ნამდვილად არა ისახება კარგად. საკითხის სირთულე მდგომარეობს იმაშიც, რომ ეს დღემდე გაურკვეველი კომპანიები ხშირ შემთხვევაში სახელმწიფოს წინაშე იმყოფებიან ფინანსურ დავალიანებებში და მათი საბუღალტრო აღრიცხვიანობა შესასწავლია, რაც საბოლოო ჯამში ეკლესიის ზოგად ქონებას უქმნის საფრთხეს. ყურადღება მინდა გავამახვილოს საკითხზე, რომელიც ეხება სასოფლო-სამეურნეო მიწებს, რომლებიც ეკლესიის მფლობელობაშია იურიდიულად, მაგრამ დატაცებულია. დღის მდგომარეობით კი სახელმწიფოსგან გამოთხოვადი 3000 საკითხი შეჩერებულია. უნდა აღინიშნოს, რომ დღის მდგომარეობით საკუთრებაში არსებული 1000-ობით ჰექტარი მიწა გასხვისებულია ბუნდოვანი გარიგებების საფუძველზე, რომლითაც საპატრიარქოს ოფიციალური სარგებელი არ აქვს. სამწუხაროდ იკვეთება კერძო პირების სარგებელი. წერილში დეკანოზი წერს, რომ ჯერ კიდევ 2015 წლის სინოდის ხდომაზე უნდა წარედგინა მუშაობის სამთვიანი ანგარიში, თუმცა მისი ანგარიში ციტირებას ვახდენ ხელოვნურად დაბლოკეს, რათა ინფორმაციის გასაჯეროება არ მომხდარიყო. ამავე წერილში საუბარია კონკრეტულ ადამიანებზე საქართველოს საპატრიარქოდან, რომლებიც ცდილობდნენ დაებლოკათ ინფორმაცია იმ ფინანსური დარღვევების შესახებ, რომელიც საქართველოს საპატრიარქოში იყო. დეკანოზი გიორგი მამალაძე წერს, რომ ერთ-ერთი კონკრეტული ასეთი პირი არის საპატრიარქოს საფინანსო სამსახურის უფროსი, პატრიარქის ქორეპისკოპოსი იაკობ იაკობიძე, რომელმაც მას პირადად მოსთხოვა არ გაესაჯაროებინა ინფორმაცია საპატრიარქოს კუთვნილ კლინიკაში არსებული 5 მილიონიანი გარღვევის შესახებ. ამ წერილში ასევე საუბარი არის კონკრეტული კომპანიების შესახებ, რომლებიც საპატრიარქოს ქონებას ფლობენ ან განკარგავენ, თუმცა ამ პროცესის დროს კითხვის ნიშნები ჩნდება. მაგალითად, თბილისის ნომერ 1 პოლიკლინიკის შენობა, კარდიოლოგიური კლინიკის შენობა, ყაზბეგის სასტუმრო რუმსის შენობა, არამიანცის თერაპიული კორპუსი დღემდე საპატრიარქოს საკუთრებად ითვლება, მაგრამ მასში განთავსებული კერძო კლინიკა, რომლისგანაც საპატრიარქო არანაირ სარგებელს ღებულობს. ასევე ყურადსაღებია მიღებული ქონების იურიდიული თუ ფინანსური მდგომარეობაც. მაგალითისთვის, არსებობს ფაქტები, როდესაც ფინანსური დავალიანების მქონე მიწის ნაკვეთები თუ შენობა ნაგებობები გადმოეცემა ეკლესიას და ეს ვალდებულებები ავტომატურ რეჟიმში გადმოყვება ხოლმე. მიუხედავად იმისა, რომ ეკლესია განთავისუფლებულია ქონების გადასახადისაგან, მსგავსი ფაქტები ეკლესიას არ ათავისუფლებს ვალდებულებებისგან, რაც საეკლესიო ქონებებს საფრთხეს უქმნის. ძალზედ მნიშვნელოვანია სახელმწიფოსგან გადმოცემული ქონების მდგომარეობაც, რომელთა შესწავლაც არ ხდება და ეკლესია ძალზე არასასიამოვნო სიტუაციაში ვარდება, რაც ვფიქრობ ეკლესიის იმიჯის საწინააღმდეგოდ სპეციალურად გადადგმული ნაბიჯია და ასევე მამანთა ხელის მოთმობის საშუალება. ასევე აღსანიშნავია წავკისის თავშესაფარი. ეს წავკისის სახლი ეკუთვნოდა ბატონ სულხან მოლაშვილს. მადლობა ღმერთს ამ სახლის გადაცემა მოხდა მეპატრონეზე, მაგრამ ფაქტი მრავალი კითხვის ნიშნებს პადებს. ასევე დელისი 2 ყოფილი საყოფაცხოვრებოს კუთვნილი ბინა ვაჟა-ფშაველას ქუჩაზე, რომელიც მოქალაქემ გამოისყიდა ნაწილობრივ და ამ საკანონმდებლო ცვლილებების გამო სახელმწიფომ საპატრიარქოსთან შეთანხმებით, რომ ეკლესიაზე გადმოცემის მერე ეკლესია დაუბრუნებდა ამ ქალბატონს უკან. პროცედურა რომ უფრო მარტივი ყოფილიყო. ეს ოჯახი ამაოთელის რამდენიმე წელი ამ ბინის უკან დაბრუნებას. ამ ოჯახს შესაბამისი გადახდების დოკუმენტაცია გააჩნია, ხოლო ოჯახს მეუფეთა უმრავლესობა იცნობს და შეუძლიათ გადამოწმება. ასევე ბობოყვათის რეზიდენცია, რომელსაც მიღების დროს სოლიდური კომუნალური დავალიანება ჰქონდა. მიუხედავად ჩემი გაფრთხილებისა, არ იქნა გათვალისწინებული ეს ფაქტი და ქონება დავალიანებით ურთ მივიღეთ. დავალიანების გამო დღეს იქ ცხოვრებ დედებს არ მიეწოდებათ ბუნებრივი აირი და ელექტროენერგია. წერილში დეკანოზი მამალაძე წერს იმის შესახებაც, რომ არსებობს კონკრეტული კომპანიები, რომელსაც საქართველოს საპატრიარქოსთან ერთად ქონდა დაფუძნებული ერთობლივი საწარმოები, ანუ ქონების ერთ ნაწილს საქართველოს საპატრიარქო ფლობდა, ქონების მეორე ნაწილის მფლობელები კი კერძო პირები იყვნენ. გაურკვეველ ვითარებაში კი მოხდა მოგვიანებით ამ ქონებების დაბრუნება, მათ შორის საუბარია შეპესეს ნოზე, რომელიც სასმელ წყალს აწარმოებს. პატრიარქს წერს მამა გიორგი მამალაძე, რომ სწორედ უწმინდესის ლოცვა-კურთხევით მას დაევალა ამ საკითხის მოგვარება, თუმცა საკითხი იმდენად ბუნდოვანი იყო, რომ კიდევ უფრო მეტი კითხვის ნიშანი გააჩინა. ამას დაემატა სნოს წყლის საკითხიც, რომელიც ასევე ბუნდოვანია, რომელშიც გარკვევა უშუალოდ თქვენმა უწმინდესობამ დამავალა. მოგეხსენებათ, სნოს წყალი შეიქმნა 50% მონაწილეობით საპატრიარქოსა და V ლიპარტელიანის მონაწილეობით. მოგვიანებით 25 მილიონიანი საწარმოს 30% გასხვის და 150 ლარად. იმ პირობით, რომ სამ თვეში ის ისევ საპატრიარქოს დაუბრუნდებოდა. მაგრამ გასული წლების მიუხედავად ქონება არ დაბრუნდა. უწმინდესის დავალებით მოვითხოვეთ კუთვნილი 30%, მაგრამ ამაოდ, რის შემდეგაც უწმინდესის გადაწყვეტილებით დარჩენილი 20% უსასყიდლოდ გადაეცა დანარჩენი 80%-ის მფლობელს. მაგრამ საზოგადოებისთვის სნოს წყალი ისევ ეკლესიის საკუთრებად რჩება, რადგან ზუსტად 1 წელია გასხვისების მიუხედავად საპატრიარქომ არ გააკეთა განცხადება დღეს არსებული 100%-იანი წილის მფლობელთა გულის მოსაგებად. ამ საკითხშიც ნათლად ჩანს უკანონო გარიგების ფაქტები.
მამა გიორგი მამალაძე წელს რომ იმდენად დიდია დარღვევები, რომ ამ ყველაფრის ფონზე ხდება საქართველოს საპატრიარქოს სახელის დისკრედიტაცია, ამიტომ აუცილებელია საპატრიარქოს სასწრაფო ფინანსური შემოწმება, რადგანაც ყველა კითხვას გაეცეს პასუხი და სწორედ აქედან გამომდინარე ის უწმინდეს თხოვს დახმარებას, რომ საპატრიარქოში შევიდეს აუდიტის სამსახური, რომელიც მის ფინანსურ მდგომარეობაზე დადებს დასკვნას. სწორედ ამ თემით მთავრდება წერილი, რომლის მეოთხე ნაწილსაც ახლა თქვენ კურიერის ეთერში მოისმენთ. თქვენო უწმინდესობავ, სამწუხაროდ უნდა მოგახსენოთ, რომ აღნიშნული საკითხების მოკვლევისას გამოიკვეთა ხელისუფლების ზოგიერთი მაღალჩინოსანის და საპატრიარქოს წარმომადგენლის არაკეთილცინდისიერი ინტერესები საპატრიარქოს ქონებასთან დაკავშირებით. ასევე იყო ჩემს მიმართ მუქარა, რაზეც პირადად მინდა გესაუბროთ. ხელთ მაქვს ძალიან ბევრი მასალა, რაც ეკლესიის მიმართ ჩადენილ დანაშაულებებს გამოავლენს. ამ და მრავალი სხვა საკითხის გადასაჭრელად ქონების მართვის სამსახური გთხოვთ თქვენი ლოცვა კურთხევით ჩატარდეს საპატრიარქოს ქონების და ფინანსების აუდიტი, რათა მოიხსნას ბევრი საკითხის ბუნდოვანება. ჩვენი თვალთახედვით ძალიან ბევრი ფაქტი შეიძლება შეიცავდეს დანაშაულს, რომლის კვალით საპატრიარქოს საერო და სასულიერო მაღალჩინოსნებამდე მიდის. ასევე მინდა გთხოვოთ სინოდალურად გადაწყვიტოთ პატრიარქის ყველა მინდობილობის გაუქმება, სანამ ბუნდოვანი საკითხები არ გაირკვევა, რომელიც ეხება ქონებრივ საკითხს შესაბამის ნოტარიუსებთან.